მოგესალმებით. ამოვხსნათ მაგალითები ტოპორიას ტესტების კრებულიდან. მაგალითი ნომერი 15.7.1. 15.7.1. ესე იგი, უნდა ვიპოვოთ x, y-ის ნამრავლი თუ 2 ხარისხად x უდრის 5, 5 ხარისხად y უდრის 8. გავიხსენოთ ლოგარითმის განმარტება. ლოგარითმი a-ს პოზით b-ს უდრის c-ს. ვთქვათ, აქედან ლოგარითმის განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ b უდრის a ხარისხად c. ანუ აი ასეთი b უდრის a ხარისხად c შეგვიძლია ასეთი ლოგარითმის სახით ჩავწეროთ. აი ამ 2 ხარისხად x უდრის 5, აი აქვს ასეთი სახე. ჩავწეროთ ლოგარითმის სახით. ანუ ეს შეიძლება ასე ლოგარითმი 2 5 და უდრის x. აი დააკვირდით 2 ხარისხად x უდრის 5. აი ლოგარითმის განმარტებით 2 ხარისხად x უდრის 5 და სწორედ ეს გვაქვს მოცემული. ასევე ჩავწეროთ აი ესეც ანალოგიურად ასეთი ლოგარითმის სახით. ლოგარითმი 5-ის ფუძით 8-ისა უდრის y-ს. აი დააკვირდით 5 ხარისხად y უდრის 8. ანუ იგივე ეს გამოვიდა 5 ხარისხად y უდრის 8. ეხლა x-ის ეს მნიშვნელობა ლოგარითმი 2-ის ფუძით 5-ისა, აი ეს ჩავსვათ აი ამ x-ში. ანუ ვეძებთ ჩვენ x-y, გავიხსენოთ. x-ში ჩავსვათ ლოგარითმი 2-ის ფუძით 5-ისა. 2-ის ფუძით 5-ისა. y-ით ნაცვლად ჩავსვათ ლოგარითმი 5-ის ფუძით 8-ისა. ეხლა გავიხსენოთ ასეთი ფორმულა ლოგარითმი a-ს ფუძით b-ს. აი ადგილები უცვალოთ a-სა და b-ს და მივიღებთ 1 შეფარდებული ლოგარითმი a-ს ფუძით b-ს. აი ამ ფორმულის თანახმად ლოგარითმი 2-ის ფუძით 5-ისა ასე ჩავწეროთ 1 შეფარდებული ლოგარითმი 5-ის ფუძით 2-ისა. ადგილებს უცვლით და წავა შებრუნდება ლოგარითმი. გამრავლებული ლოგარითმი 5-ის ფუძით 8-ისა. ეს უდრის. ეს მრიცხვებში დავწეროთ. ლოგარითმი 5-ის ფუძით 8-ისა, ნიშნებში გვექნება ლოგარითმი 5-ის ფუძით 2-ისა. ეს კი ტოლია, შეგახსენებთ ფორმულას ლოგარითმი a-ს ფუძით b-ს ტოლია ახალ ფუძეზე გადასვლის ფორმულა c-ს ფუძით b-ს ლოგარითმი c-ს ფუძით a-ს. აი დავაკვირდეთ. აი ასეთ განაყოფში როცა ფუძეები ერთი და იგივეა, აი ამ სახით შეიძლება ჩავწეროთ. დავაკვირდეთ. აი ეს ფაქტიურად c ფუძეები ქრება, ერთი და იგივე ფუძეები, a გადადის ლოგარითმის ფუძეში, b კიდევ ზევით ლოგარითმის არგუმენტად გავა. ანუ აქ 5 ფუძეები ერთი და იგივეა და შეგვიძლია ჩავწეროთ ლოგარითმი, აი ეს 2 მოდის აქ ფუძეში და 8 კიდე აი აქ. ეს უდრის ლოგარითმი 2-ის ფუძით 8 არის 2-ის კუბი. ეს უდრის რას? 3-ს. 2 სამ ხარისში უდრის 2-ის კუბს. ან 3 გადავაწინ და გასაგებია მე მგონი. მეორე მაგალითი. აქაც უნდა ვიპოვოთ x, y ანალოგიურად. თუ 3 ხარისხად x უდრის 7, 1/7 ხარისხად x უდრის 27. აი ეს ხარისხები ჩავწეროთ ლოგარითმის სახით. აი ეს ჩაიწერება ასე. x უკაცრავად ლოგარითმი 3-ის ფუძით 7-ისა უდრის x.
ანუ 3 ხარისხად x-ი უდრის 7-ს, რაც მოცემული გვაქვს აქ. აქაც ეს შეიძლება ასე ჩავწეროთ. ლოგარითმი 1/7 ფუძით 27-ის უდრის y-ს. ბოდიში აი აქ y უნდა იყოს. y. ეხლა x-y-ის საპოვნელად x-y უდრის x-ში შევიტანოთ ლოგარითმი 3-ის ფუძით 7-ის. ლოგარითმი 3-ის ფუძით 7-ის. გამრავლებული y-ში შევიტანოთ აი ეს ლოგარითმი 1/7 ფუძით 27-ის. ეს უდრის. აქ ადგილები შევუცვალოთ 3-სა და 7-ს ადგილებს თუ შევუცვლით, მივიღებ 1 შეფარდებული ლოგარითმი 7-ის ფუძით 3-ის გამრავლებული ლოგარითმი 7 წარმოვადგინოთ 1/7 წარმოვადგინოთ აი ეს 1/7 წარმოვადგინოთ 7 ხარისხად -1-ის სახით 27 კიდე 3-ის კუბის სახით გვექნება გადავიდეთ შემდეგ გვერდზე გვექნება 1 შეფარდებული ლოგარითმი 7-ის ფუძით 3-ისა გამრავლებული ეს 3 გადავა წინ ლოგარითმის წინ ერთიანი გადავა 1 გადავა 1 შეფარდებული -1-თან და გამრავლებული ლოგარითმი 7-ის ფუძით 3-ის. ეს უდრის 3 -1-ზე -3-ია და დავწეროთ მთლიანად გამოსახულების წინ -3. შემდეგ გავავლოთ ცილადის ხაზი, ზევით დავწეროთ ლოგარითმი 7-ის ფუძით 3-ისა, აი ეს მრიცხვერში გავა, აი ეს. ქვევით კიდე დაგრჩება მნიშვნელში ლოგარითმი 7-ის ფუძით 3-ისა. ან პირდაპირ შეგეძლოთ შეგეკვეცათ აი ესენი. და გამოვა -3. გადავედით შემდეგ გვერდზე. გამოვხსნათ შემდეგი მაგალითი. მესამე 15/7-ის მესამე. ვიპოვოთ x, y, z თუ y, z თუ 2 ხარისხად x-ი უდრის 7 ხარისხად y უდრის 11 ხარისხად z უდრის 16. ეს ხარისხოვანი განტოლებები შეგვიძლია ლოგარითმების სახით, ლოგარითმული განტოლებების სახით შეგვიძლია ჩავწეროთ. აი ეს პირველი შეგვიძლია ასე წარმოვადგინოთ. ლოგარითმი 2-ის ფუძით 7-ისა უდრის x. ეს ლოგარითმი 7-ის ფუძით 11-ისა უდრის y. ეს კიდე ლოგარითმი 11-ის ფუძით 16-ისა უდრის z. აი ესეთმერად შეგვიძლია ჩავწეროთ. მაშინ x, y, z უდრის x-ში შევიტანოთ აი ეს მნიშვნელობა, აი ეს ლოგარითმი 2-ის ფუძით 7-ისა გამრავლებული y-ში შევიტანოთ ლოგარითმი 7-ის ფუძით 11-ისა გამრავლებული z-ში z-ის ნაცვლად 11-ის ფუძით 16-ისა. აი ეს ლოგარითმი 2-ის ფუძით 7-ისა უცვალოთ ადგილები 7-სა და 2-ს გამოგვივა ასეთნაირად 1 შეფარდებული ლოგარითმი 7-ის ფუძით 2-ისა გამრავლებული ესე ვიტანოთ ნიშნულში 7-ის ფუძით 11-ისა ლოგარითმი 7-ის ფუძით 11-ისა გამრავლებული ლოგარითმი 11-ის ფუძით 16-ისა. თოლია დავაკვირდეთ აი ამ ნაწილს გამოსახულების ამ ნაწილს ფუძეები ერთი და იგივეა. შეგვიძლია ასეთნაირად ჩავწეროთ ლოგარითმი აი ეს 2 მოდის ფუძეში 11 კი აი აქ 11-ის ფუძით ლოგარითმი 11-ისა 2-ის ფუძით გამრავლებული
ლოგარითმი 11-ის ფუძით 16-ის. ეხლა როგორც წეღან ასევე აქაც ადგილები ვუცვალოთ 2-სა და 11-ს, მივიღებთ ზევით დარჩება ეს 11-ის ფუძით 16-ისა. აი ეს კიდე წამოვა ნიშნულში და ადგილებს ვუცვლით 11-ის ფუძით 2-სა. 2-სა და 11-ს ადგილი შევუცვალეთ. აქ ერთი და იგივე ფუძის ლოგარითმების განაყოფი ვიცით რომ მივიღებთ ამას 2, აქ წამოვა 16 კიდე, აი აქ ეს უდრის 4-ს. მეოთხე მაგალითი. უნდა ვიპოვოთ x-y-ს მინუს 2z. მოცემული გვაქვს 2 ხარისხად x-ი უდრის 5. ოდიში 5-ს. 5 ხარისხად y-ი უდრის 9-ს და 1/4 ხარისხად x-ი უდრის 8/9-ს. ეს ყველანი ჩავწეროთ ლოგარითმების სახით. ეს პირველი ლოგარითმი 2-ის ფუძით 5-ისა უდრის x. ეს ჩავწეროთ ლოგარითმი 5-ის ფუძით 9-ისა უდრის y. ეს კიდე ლოგარითმი 1/4-ის ფუძით 8/9-ის. ახლა ჩვენ ვეძებთ x-y-ს მინუს 2z. აი ამას ვეძებთ. უდრის x-ში შევიტანოთ აი ეს ლოგარითმი 2-ის ფუძით 5-ისა. გამრავლებული y-ში ლოგარითმი 5-ის ფუძით 9-ისა, აი ეს y-ის ნაცვლად. მინუს 2-ჯერ z-ის ნაცვლად, აი ეს ნიშნულობა, აი ეს ხო z-ს უდრის. უგაცრავად აქ z-ი უნდა არის ხო z. z-ში შევიტანოთ აი ეს ნიშნულობა. 2 ლოგარითმი 1/4-ის ფუძით 8/9-ის. თოლია. გადმოვიდეთ აქეთ. ლოგარითმი 2-ის ფუძით 5-ის ადგილები ვუცვალოთ 2-სა და 5-ს, მივიღეთ ასეთ გამოსახულებას. ლოგარითმი 5-ის ფუძით 9-ისა, რიცხვებში რჩება ლოგარითმი 5-ის ფუძით 2-ისა. მინუს 2 ლოგარითმი 1/4 ვიცით რომ ესაა 2 ხარისხად მინუს 2. 8/9. თოლია. აქ ერთი და იგივე ფუძიანის ლოგარითმები ასეთ ჩაიწერება. ლოგარითმი 2-ის ფუძით 9-ისა მინუს 2. მინუს 2 გადადის წინ 1 შეფარდებული მინუს 2. აი ეს გადავიტანე წინ ლოგარითმის წინ. დაგვრჩება ლოგარითმი 2-ის ფუძით 8/9-ის. თოლია. ლოგარითმი 2-ის ფუძით 9. აქ მინუსი მინუსზე გაპლუსდება 2 და 2. შეიკვეცება და დაგვრჩება ლოგარითმი 2-ის ფუძით 8/9-ის. ჩამის ლოგარითმი ვიცით რომ თოლია 9-ისა და 8/9-ის ნამრავლი მრავლდება ესენი. უდრის აქ 9 და 9 შეიკვეცება 2-ის ფუძით 8-ისა უდრის 3-ს. მადლობთ ყურადღებისათვის.